მშვილდოსანს მეათე სახლში უჯდება დაბნელება. მეათე სახლი კარიერა არის ჩვენთან, სტატუსი არის, რაღაც სიახლეები შეიძლება კარიერაში შეიტანონ ამ ადამიანებმა, შეიძლება თავის სტატუსში შეიტანონ რაღაც ცვლილება, სიახლე არის რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე არის საჭირო კარიერულ და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. მეათე სახლი ჩვენთან არის, მეგობრებო, საყრდენი, მამის სახლს ვეძახით, ხო, როგორც საყრდენი, როგორც რაღაც ხერხემ, აი ზურგი რო გვაქვს, აი ეს არის მეათე სახლი და ზოგს მაგალითად შეიძლება კონდეს საკუთარ თავთან ისეთი გამოწვევა, რომ რა მაქვს ახალი გასაკეთებელი, რომ ეს ზურგი შევიქმნა, აი ეს ხერხემალი მქონდეს, ეს სტაბილურობა მქონდეს, ხო? ისეთი, რომელიც მე მყარად მომყოფებს. ზოგს ფსიქოლოგიურად აქვს ეს გამოწვევა, რომ ფსიქოლოგიურად მინდა რომ მყარად ვიგრძნო კარიერაში თავი, ფსიქოლოგიურ, ემოციურ დონეზე მინდა რომ ზურგი მქონდეს ჩემივე თავისგან, ან მყარი ურთიერთობები მჭირდება ხელმძღვანელებთან, ან ავტორიტეტულ ფიგურებთან მაგალითად, ხო? აი ეს გამოწვევები შეიძლება უკვე მშვილდოსნებს სერიოზულად წინ კონდეთ კარიერული ცვლილებები. რაღაც არის სტატუსში შესაძლებელი, რაღაც არის კარიერაში შესაძლებელი, სიახლე არის შესატანი. და ასევე ასაკოვან ფიგურებთან, ხელმძღვანელ პირებთანაც რაღაც ახალი არის შესატანი, რაღაც არის დასალაგებელი კარიერულ ისეთ შინაგან ღირსთან, ხო? სტაბილურობა არის მეათე სახლი, ყველა რო ხედავს ის არის, ზოგი მაგალითად შეიძლება სტატუსით უფრო დაწინაურდეს მაგალითად რაღაც სიახლე იყოს მის კარიერულ ცხოვრებაში, შეიძლება მაგალითად ხელმძღვანელ პირებთან შეეცვალოს ურთიერთობა, ზოგ საერთო ხელმძღვანელი შეეცვალოს მაგალითად, ხო? რაღაც სიახლეები იქნება მამის კარიერის სტატუსის სახლში და თანამდებობის სახლში. აი ეს სიახლეები ექნებათ უფრო მშვილდოსნებს.